მოგესალმები. გამარჯობა. ყველა ვნახეთ ერთი ფოტო, აი უახლოესი დღეების წინ, 2 წლის გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში, რომელიც როგორც აღმოჩნდა არის კულაში ბაგა ბაღი, აი ეს ჩამოდებულია პატარა მაგიდაზე თავით და ძინავს. ერთი შეხედვით თითქოს აი არაფერი, ხო, რაღაც ბავშვს ჩაეძინა, მაგრამ ერთი კომენტარი იყო ძალიან საინტერესო, რომელიც მშობელს ეკუთვნოდა, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ბაგა ბაღში არ არის საწოლი დასაწოლი, ანუ საწოლები არ დგას. მოკეთ, საერთოდ ბაღებში არსებულ ვითარებაზე, ასე ვთქვათ, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენც ყოფილა სიუჟეტიც, აი ამ ბავშვზე საუბრობთ სწორედ, მთელი სოციალური ქსელი მოიარა ამ ფოტომ და იცით რა არის მშობლის, ხო? ხო, ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ შეიძლება ბავშვს წუთიერი ჩაეძინოს, ხო? ნუ ესეთ რამე მომხდარა. მომხდარა და მეც შევსწრები ვარ ასეთ რაღაცას და ჩემ შვილსაც აი წამის მერე მომიხედი და უბრალოდ ჩაძინებია. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ პოსტსკრიპტუმში გასულმა სიუჟეტმა შემდეგ უკვე ბევრ რამეს მოფინა ნათელი. საწოლი არ არის უკვე რა ვიცი. არა, საწოლი არის, რაც მთავარია, მაგრამ ნახე როგორ არის ძიმა შეხედა ერთმანეთზე დგას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოთახში, როგორც ჩანს, ისეთ ცივა, რომ სიდგეს საწოლები და წყალი რომც არ ჩამოძიოდეს ამ საძინებელში, ფიზიკურად ბავშვები ვერ დაიძინებენ, ისეთი ყინვა და სიცივია. მოკეთ ფაქტია, რომ ეს არის გამონაკლისი. არ და ბევრგან ესეთ რამე. მაგას გავიგებთ. კი, ჩვენ ასევე ნახავთ სიუჟეტს თბილისის ბაღებიდან, ნახავთ თბილისში რა ვითარებაა, ასევე გეტყვით და გაგაგებინებთ რა დამოკიდებულება აქვს ამ პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობოებს, რომელიც ამ თემატიკაზე მუშაობენ, თუმცა მანამდე პედიაც რა ძალიან მნიშვნელოვანი დულება აქვს. თუმცა მანამდე ამ სიუჟეტის ავტორი დავპატიჟოთ. რა თქმა უნდა. სტუდიაში ლაშა გთხოვთ. ჩვენი კოლეგა ლაშა კვესელაძე. გამარჯობა. ლაშა, ეს ის სურვილიც რომ სიუჟეტი გაგეკეთებინათ, იმ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია თუ რაღაცა მიდიოდა მანამდეც მუშაობა ბაღებზე როგორც სოციალური პრობლემა. კონკრეტული ფოტოდან წამოვიდა ესეთი, ანუ რედაქტორმა გამოვალა, რომ გამერკვია რეალურად რა ხდებოდა. ანუ იყო ეს ის ფოტო, რაზეც თქვენც ისაუბრეთ, რომ შეიძლება ბავშვს წუთიერად ჩამოეძინა, თუ რამე სხვა ხდებოდა. იცით რა ხარ კონკრეტულად ის ერთი ფოტო, არ ვიცი ხარ რამდენ ხანს ეძინა იმ ბავშვს, რთულია ამის დადგენა. მით უმეტეს რომ წამი იყო ერთი რაღაცა, ეგ კიდე სხვა. მით უმეტეს ფოტოს ავტორმა არ გაასაჯაროვა თავისი მიღება, დღემდე არ არის ცნობილი. მაგრამ ფაქტია, რომ რეალობა, ანუ თანამშრომელია შვილია მისი, არ ვიცი. ვარაუდობენ საბავშვო ბაღის თანამშრომლები, რომ ერთ-ერთი მშობელია. არა იმ ბავშვის, არამედ მაგრამ ამას არ აქვს, მე მგონი რა პრობლემაა, გადაიღო ფოტო მშობელმა ბაღში. მე მგონი კარგი საქმე, მე ვხარ კიდევ ასე. რომ არა ეს ფოტო. აი, რაღაც ბიძგიმისა თითქოს. ალბათ ყველა მიცოდა, ალბათ კონკრეტულად საუბრობდნენ, შეიძლება სიუჟეტებიც მზადდებოდა, მაგრამ რაღაც თითქოს, აი, ყველა დაინტერესდა, რაღაც ემოცია მოდიოდა ამ ფოტოდან, როგორც ჩანს და საკმაოდ რა გაარკვია ამ სიუჟეტის მზადების დროს, რომ ესეთი შემთხვევა, ვთქვათ, რეგიონებში ხშირია, იმიტომ რომ მართლა ესეთი პირობებია, ვთქვათ, იმ საბავშვო ბაღებში. იცით რა, ძალიან ბევრგან ჯერ კიდევ არ ყოფილა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 60-მდე არის თორს მუნიციპალიტეტი და თითოში 10-იან დაახლოებით 10-20 ბაღია. მაგრამ ზოგადად რომ მეუბნებიან, იგივე აი ბაღების გაერთიანებები არსებობს, ხო? მაგრამ ვთქვათ 10, 14, 15, 20 ბაღი თუ შედის ერთ გაერთიანებაში, მათი ხელმძღვანელები მეუბნებიან, რომ ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა. ეს არის უფრო მასშტაბური. ვის ეხება ეს ბაღი? ვინ არის პატრონი ამ ბაღის? სახელმწიფოა, ხო? რა თქმა უნდა. სახელმწიფო ბაღი. განათლების სამინისტროა თუ რა. არა, მუნიციპალიტეტები განაგრძობენ. ადგილობრივი უმეტესი დაფინანსების წყარო მათი არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ანუ იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლების და ბაღთა გაერთიანების ხელმძღვანელები ხო სახელმწიფო პირები არიან ასე. იცით რა, ეგ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირებია, მაგრამ მათ ხელში არის, მათ ასე ვთქვათ, დელეგირებული აქვთ უფლება მოვალეობები. რომ აკონტროლო ხო ვითარება და აკონტროლონ და მათი პრობლემები მოაგვარონ. და თუ თვითონაც უკმაყოფილონი არიან დაუშვათ. იცით რა, ძალიან ესე ვთქვათ ამბობენ რომ არაერთი შემთხვევა ასეთი ხო? კი, მაგრამ აი მაგალითად დუშეთში მითხრა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრობლემა ზოგადად. იმიტომ რომ აი ძალიან ცუდი მემკვიდრეობა წლების განმავლობაში არ ხდებოდა ამაზე სათანადო ყურადღება. ეს როდის გააკეთე? 2 კვირის. და დღეს არ არის გაკეთებული არაფერი იმ ბაღში დავიჯერო ეხლა?
გულისხმობ სიტუაცია შესაძლოა, მაგრამ იცი რა არის მართლა რეალურად ამ წლების განმავლობაში დაგრომული პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ თქვა კონკრეტული პრობლემა რო წარმოიქმნება, ამ შემთხვევაში სათანადო, ესე ვთქვათ, არაკონფლიქტური გაგებით აგრესიული ქმედებები არ ჩატარდეს. მუნიციპალიტეტიდან არა, ვისაც ეხება ის ხალხი რამე თქვენ ეს აი რაღაცა ვინ შეგეხმიან სიუჟეტში რაც იყო, ანუ რომ ვინ შეგვეხმიან ამ შემთხვევაში სიუჟეტში იყო წარმოდგენილი. არა, სიუჟეტის გასვლის შემდეგ. აი, რამე რეზულტატი. არა, ეს სამწუხაროდ ესეთი პრეცედენტები იშვიათია ხოლმე თითქოს, იმიტომ რომ აი რეაგირება თითქოს აი არ კეთდება, როცა რაღაც პრობლემაზე ეს პრობლემა არის არა მარტო ამ სიუჟეტს, არამედ სხვა სიუჟეტებისაც, იმიტომ რომ რაღაც წავე საკითხს დააყენე პრობლემას წამოწევ, მაგრამ თითქოს იმ წუთიერი რეაქცია არის საზოგადოება დაინტერესდება რაღაც კითხვები, მაგრამ შემდგომი რეაგირება არ არის ხოლმე. ეს არ არის მხოლოდ ამ სიუჟეტის პრობლემა. მშობელთა მაინტერესებს მიდგომა კი არა, დამოკიდებულება როგორი იყო ამ ფაქტის მე თუ საქმის კურსში არიან, ბავშვები ვერ იძინებენ, ბავშვები რომელსაც არიან 5 წლამდე და რომელსაც რომელთა არ ვიცი ჯანმრთელობის საწყისი და პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი არის ძილი, კარგი გამოძინება დღისითაც და ღამითაც. მე სადღაც ამოვიკითხე რომ რაღაცა ასაკების მიხედვით არის ნორმა თუ ამ ნორმას არ იცავს მშობელი ბავშვის ძილის არის ბავშვი ჰიპერაქტიული არის ძალიან ბევრი დარღვევები ხო ანუ ეს არის ჯანმრთელობის პირველი საწინდარი არა აქვს რო გითხრათ ანუ მშობლებიდან რაღაც განსაკუთრებული ესე ვთქვათ აღშფოთება არც აქვს და მე კიდევ ერთი კვირის წინაც მომამზადეთ სიუჟეტი ეს დუშეთის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღის პრობლემა იყო იქ წყლის პრობლემა არის ასევე ძილის პრობლემასთან და გათბობის პრობლემასთან ერთად ეგ ალბათ ცილის ბრალია რომ შვილების უფლებების შესახებ არიციან არ არიან გაფიქსირებული კი და ერთი შეხედოთ ალბათ ხო ესეც არის ალბათ შეგუება მაინც არაფერი არ გაქვს როგორ შეგუო როცა შენ შვილს კამზეძინავს წალი ჩამოდის რეალობიდან ესე ვთქვათ თვლიან რომ ესე უსწრაფი გადასვლა არ იქნება თუმცა მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ანუ ჟურნალისტების როლი და რატომ იმიტომ რომ ესე იგი თუ კონკრეტული ვთქვათ ხელისუფალი ვთქვათ ეხლა არის ანუ სოფლებში არიან გამგებლის წარმომადგენლები ხომ თუ ის ფიქრობს გამგებლის წარმომადგენელი რომ ვთქვათ ყველაფერს ერთად ანუ ერთ-ერთმა მითხრა კომენტარში რომ ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს რომ ყველაფერს ესე ვთქვათ მოვერიო ხო ანუ დროულად გაკეთდესო კარგად უნდა ჩაღრმავება და დაკვირვება მართლა ეს არის მიზეზი რომ ბევრი საქმეა გასაკეთებელი თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ის არ მაცავი ეგ ბევრი საქმე შეიძლება პრიორიტეტებად დაიყოს ყველაზე მთავარი რაც შეიძლება იმით დაიწყე მაშინ ეხლა გავიგე რომ ბევრი საქმე შეიძლება კონდეს ხო ეხლა პრიორიტეტი ხომ უნდა იყოს ბავშვი თუ ერძინავს ზამთარში ცივა იყინება ლოგინი არ აქვს მაგაზე პირველი რა უნდა იყოს მე იმედი მაქვს რომ პედიატრი რომელიც ჩვენ მოვიწვიეთ არის უკვე მზად რომ შემოგვიერთდეს სტუდიაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომელიც ნამდვილად ქალბატონი ნანა რურუა რომელიც არაერთხელ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი სხვადასხვა თემაზე თუმცა ეს არის თემა რომელიც რაღაცა უფრო გლობალურია ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით პირველად ამ თემაზე პირველად ვისაუბრებთ. და გარდა იმისა, რომ თქვენ გაქვთ პედიატრიული პრაქტიკა, მე ვიცი, რომ ასევე კარგად ხართ გათვითცნობიერებული ზოგადად უფლებებშიც, ხო, რომელიც აქვს ბავშვს და აქვს შობილს, რომელიც მიაბარებს მას საბავშვო ბაღში. დავიწყოთ მაშინ იმ პირობებით, რომელიც უნდა კონდეს ბავშვს საბავშვო ბაღში, მისი ჯანმრთელობისთვის პირველ რიგში. იცით რა, ეხლა შემოსვლამდე ეთერში შემოსვლამდე იმას უსმენდი და აბსოლუტურად მართალია პრიორიტეტების მიხედვით მაინც უნდა დავიწყოთ ხო თუ ბავშვი არ არის უსაფრთხო გარემოში იქ არ არის ლაპარაკი საერთოდ არც ძილზე არც კვებაზე და არც ასე შემდეგ სხვა დანარჩენ მაღალ მატერიებზე უსაფრთხო გარემო ნიშნავს რომ არ უნდა სციოდეს თავზე არ უნდა აწვიმდეს არ უნდა ათოვდეს ეს არის პირველი რაც უნდა იყოს გათვალისწინებული ან ლოკალურად, ან სისტემურად, ორივენაირად. ახლა პირველი არის ბავშვის უსაფრთხოება ცხადია. ამის მერე არის ძირითადი პრინციპები, რომელიც უნდა იყოს დაცული. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაღში ყოფნის პერიოდი არის ყველაზე უფრო მოწყვლადი ასაკი, ანუ ეს არის ასაკი, როცა ბავშვებში ხდება ხოლმე ძირითადი ჩვევების ჩამოყალიბება. ფსიქიკისაც ხო? კი, აბარა, 6 წლამდე ასაკია. ეს არის პერიოდი, როცა ხდება ძილის ჩვევის ჩამოყალიბება, ანუ ძილის რუტინის ჩამოყალიბება, კვების რუტინის ჩამოყალიბება, ტუალეტის რუტინის ჩამოყალიბება. ანუ
ჯანმრთელობის არა მარტო სამედიცინო მხრივ, არამედ ემოციური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი და აქ გასათვალე სოციალური ურთიერთობების თანატოლთან და უფროსებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. ანუ აქ ემოციური და სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან ბევრი მსხვილი პრობლემა შეიძლება ჩაიდოს ბავშვი ისეთი, რომელიც შემდეგ გამოიწვევს ხოლმე ძალიან ბევრ დარღვევას, ხო? ჩვენ მერე ვერც კი ვხვდებით, რომ აი ეს რუტინული ქცევები, რომელიც ბავშვი იყო ჩამოყალიბებული, მერე იწვევს კვების დარღვევებს, ძილის დარღვევებს, ქცევით დარღვევებს. და კითხავთ რა, თქვენ ხარ რასაც ლაპარაკობთ. ნუ თუ იმ ადამიანებს ეს გასწორებული არ აქვთ. რაღაც ცოტა გასაკვირია, რა ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამაზე. ეხლა თქვენ რას ამბობთ, რამე ახალს ამბობთ, რთულს ამბობთ, ზედადგასაგებს ამბობთ, თუ ელემენტარულს ამბობთ? ცხადია არა, იცით რა, მე როგორც ვიცი, მუშაობენ ამაზე ჯგუფები, რომელიც საბავშვო ბაღ-ბაღების მენეჯმენტის პროგრამებზე მუშაობენ. არსებობს რამოდენიმე ჯგუფი, რომელიც ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ შექმნას ზოგადი მოდელი. რა უნდა იყოს დაცული სისტემურად მოდელის თვალსაზრისით, როგორი პირობები უნდა იყოს დაცული საბავშვო ბაღებში, ხო? ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამაზე სისტემური მუშაობა დაიწყო ეხლა ხანს. ეს ერთია, რომ უნდა დაიდოს პროექტი, მერე ეს უნდა შემუშავდეს ეს ამ საბავშვო ბაღებში, მერე უნდა ჩატარდეს ამისი მონიტორინგი, ანუ ეს არის მთელი პროცესი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრად უფრო კარგი სიტუაცია ჩვენი ჟურნალისტი სიუჟეტიდანაც ამას ვნახავთ. ანუ რატო ხდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტებს უფრო მაღალი აქვთ ეს პასუხისმგებლობა და ვთქვათ ზრუნვა ბაღებზე უფრო მაღალია? არა, ფულზე იცით რა არის, გეტყვით ახლა კონკრეტულ შემთხვევაში დუშეთში ესეთი ფაქტს მივაკლია, რომ ესე იგი დაფინანსება რაც ჰქონდათ, აქედან ვკითხე მათ, რომ ეს რამდენად აითვისეს ეს თანხა და აღმოჩნდა, რომ ბაღების გაერთიანებას იმ კონკრეტულ თქვა წინა წელიწადს 100,000 ლარი მორჩა, ანუ გაუხარჯავი რაღაც მიზეზების გამო. მე ვკითხე თქვა გამგებლის მოადგილეს, რომ რამდენად შეიძლება ამ თანხის გადათამაშება, რომ თქვა კონკრეტულ პრობლემას. ეხლა რო წყალი არ აქვს ვიღაცას, რომ ყოველდღე რო 4 ადამიანი დღეში 3-4 ისაკ 3-4 წელს მოსატანად მიდის. მითხრა რომ ეს შესაძლებელია, ოღონდ რაღაც პროცედურებია, ჯერ უნდა გამოითვალო რაზე და შემდეგ თქვა საკრებულომ უნდა მისცეს ნებართვა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მოხდა ეს გადათამაშება ამ თანხის. ის თანხა არის კარგება, ეს ბაღებს მოხარდება, მაგრამ დრო გადის ამ დროს და წვალობენ. ამ ადამიანმა ვისაც ეხება, ამ ადამიანმა ეს ფული მისცეს, გააკეთონ და მე ეს კაც დაიჭირონ რა. აგრეთვე წავიდეს, იმიტომ რომ ყველა ხარში დაუდგება. როგორ შეიძლება ზამთარში, ყინვაში რა წარმოვიდგინე, რომ შვილი ხო? როგორ შეიძლება ამის ლოდინი, ამ ბიუროკრატია, როცა ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლეზეც კი არის ლაპარაკი, რომ სახში რო წახვალ, დილით რომ მიხვალ, არის ის ბავშვი ცოცხალი იქნება, იქ თუ არა, ხო? იმ კონკრეტულმა ბაღმა ბიუროკრატია რა უცხლობის პრობლემის გამო, ხო? მქონდა სანიტარული შემოწმება, ნუ ბოთლებით რეცხავენ, ხო? მაგრამ გაიარა ეს სანიტარული შემოწმება. ანუ აქაც საკითხავია, ხო? იმიტომ რომ ძალიან ინდომებენ მაგრამ ვის ფასად ხდება ეს მაშინ იგივე პრობლემა ყოფილა 99 ბაღში გლდანში აგერ ხლა მეუბნებიან ყურში მერხებზე ზინავთ იქაც თურმე ბავშვებს და კიდე რუსთავშიც იგივე ბევრგან არისო თავად არა რუსთავში დარეკესა უფრო მეტიც იმდენად არაფერი ინვენტარი არ არსებობს და ბაღშიო ეხლა რეკოს მაყურებელი ჭიქებიც და ჩანგლებით ჩვენი გვაქვს ბავშვებს აი ხა რო წამოიწია ეხლა ძალიან ბევრი ზარი იქნება დარწმუნებული მაგრამ ხვალ დავიწყებათ ნუ აი რა ხალხი ნუ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ამაყდეს, იმიტომ თითქოს კერძო ბაღშიო დაგყავს და რადგან ფულს იხდი, ითხოვ კიდევაც შესაბამის რაღაცა სერვისებს და აქ თითქოს რადგან სახელმწიფო აი ვერ მოთხოვ და როგორ ვერ მოთხოვ ხოლმე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოახვედრო ბავშვი ძალიან რთულია რთული არის მაგრამ თუ ხო რთული არის ამიტომ არის გადავსებული ცალკე პედაგოგები ძალიან რთულ ვითარებაში არიან რომ არა მე ყველა ბავშვებს მოუარონ კარგით ეხლა ჩვენ ყავს ძალიან კიდე ერთ ძალიან საინტერესო სტუმარი რომელსაც ბევრი კითხვა გვაქვს ეს გახლავთ სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის რომელსაც დავაპატიჟებთ სიუჟეტის შემდეგ სიუჟეტი გავა რომელსაც ჩვენ ერთად უყურებთ და ამასობაში კალბატონი მაინც შემოგვიერთდა თბილისის ბაღების შესახებ სიუჟეტი ვიხილოთ და გავაკეთოთ შედარებები. არა, მე უნდა დავუმატო.
იძინებენ 2-დან 3 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები. ამ ბავშვების რაოდენობის შესაბამისად საწოლებიც არის. უბრალოდ 3-დან 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში არ ვაძინებთ. ყველასთვის არის საკმარისი, ყველა ბავშვი იძინებს. მაღალ ჯგუფებშიც ვხედავთ არის საწოლების რაოდენობა, თუმცა აქ მშობლების თხოვნით არის, რომ ბავშვს არ აძინებენ, თხოვენ მშობლები. რომლებსაც უნდათ დაძინება, მათთვის საწოლები გვაქვს. ჩვენ ამ წუთას კიდევ შეკვეთილი გვაქვს და ველოდებით ამ თვის ბოლოს ახალ საწოლებს. ფაქტობრივად ჩვენს ბაღში ამის პრობლემა არ არის. ყველაზე ალბათ რთული ასაკი ამ კუთხით არის 3-დან 4 წლამდე ასაკი, რომლებსაც ნაწილს ბავშვებს აქვს სურვილი რომ დაიძინოს. და რაც შეეხება დიდ ასაკობრივ ჯგუფებში, ძილის პრობლემა ნაკლებად დგას. რატომ ვერ ხდება იმ 3-დან 4 წლამდე ბავშვებში, ვისაც სურვილი აქვს დაიძინონ, ჰქონდეთ საძინებლები? აი, სადაც ფართის პრობლემა დგას, მოთხოვნა ბაღებზე ძალიან დიდია, ძალიან ბევრი ბავშვი რჩება ბაღს გარეთ, თუ არ დავაკმაყოფილეთ, თქვათ, ყველა ვინც მოგმართა. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ბაღს გარეთ არავინ დაჭრა, თვითონ მშობელიც ძალიან დიდი რაოდენობა მათი თანახმაა იმაზე რომ არ დაიძინოს, მაგრამ ბაღში იაროს ბავშვმა. არიან ბავშვები, რომლებიც ბაღში არ მოდიან თუ დააძინებ და მშობლები აქედან გამომდინარე, რომ ბაღი არ გაასწინოს და უყვარდეს ბავშვს, ოღონდაც არ დამაძინონ და ამის გამო მხოლოდ იმიტომ არა რომ თქვა ცივა, ან პირობები არ არის ცენტრალური გათხოვება, საძინებელშიც იგივე ტემპერატურა რაც უნდა იყოს, ძილის დროს რაც საჭიროა. საწოლები გამართულია, ყველაფერი არის. უბრალოდ ეს მშობლის სურვილია ასეთი, რომ ბავშვმა არ დაიძინოს, მაგრამ ბევრი ბავშვი იძინებს, თუნდაც მაღალ ჯგუფში. არის ისეთი შემთხვევა, რომ 60 წლიანი ჯგუფის ზოგიერთი ბავშვი მშობლისგან გამომდინარე არ აქვს სურვილი, რომ დაიძინოს. ამ ბავშვს ჩვეულებრივად ემსახურება იქ როგორც ამზრდელის თანაშემწე, ასევე აღმზრდელი ართობენ შეძლების და გვარად. რამდენი ბავშვია ჯგუფში, აი ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა? მაქსიმალური არის 45 ბავშვი ჯგუფში, მაგრამ ეს არ ეხება პატარებს. 2-დან 3 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაქსიმალური 30 ბავშვია. ზოგან 30, 32, 35, 37-იც არის. 5-6-იანებში არის 32, 53-ში. პერსონალი არის ერთი აღმზრდელის თანაშემწე, რომელიც უშუალოდ ბავშვებთან არიან და ასევე არის დამლაგებელი, რომელიც ამ ყველაფერს ალაგებს და ჭურჭლის მრეცხავი, რომელიც რეცხავს. აღმზრდელი და თანაშემწე არიან ბავშვებთან კონტაქტში უშუალოდ. თუ აწყდებით აი ამ ხრივ პრობლემას და რამდენად თვლით, რომ ეს არის პრობლემა, როდესაც ჯგუფში ამდენი ბავშვია და 3, ასე ვთქვათ, ზედამხედველი? კი, რთული არის, მაგრამ უკვე წლებია მუშაობთ ამ რეჟიმში და ჩვენ ასე ვთქვათ. ხანდახან სახლში ერთ ბავშვს არ ყოფნით ჩვენ 3 ადამიანი, მაგრამ ეს კიდევ დამოკიდებული მარტო ჩვენზე არ არის, ალბათ კადრები და შტატები ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საკმარისი არის და რაღაც გარკვეულ პრობლემებს არ ვაწყდებით ამ ეტაპისთვის, მაგრამ თუ რაიმე დაემატება, უკეთესი რაც მეტი თვალი იქნება ბავშვებისთვის, მეტი უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს პრობლემები იმ პრობლემებთან არაფერი არა, მაგრამ აი სხვაგან ვაწყდებით. ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელიც ალბათ ჯობია ჩვენს მომდევნო სტუმარს დაუსვათ, თუ გამეხმარება. საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია გედევანიშვილი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალბატონ მაია, გთხოვთ. გამარჯობა, გამარჯობა, დაბრძანდით. სახეზეა ფაქტები, თქვათ თვალსაჩინო, კულას ბაღთან დაკავშირებით, ასევე სახეზეა პედიატრის რეკომენდაციები, რომელსაც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენს და ყველა ჩვენი მაყურებელიც იზიარებს. პირველ რიგში მინდა კითხოთ, თქვენ ნახეთ ხო ეს სიუჟეტი? კი, არა მხოლოდ ეს სიუჟეტი მინდა გითხრათ და არა მხოლოდ სიუჟეტი, იმიტომ რომ სახალხო დამცველი კონტაქტს იცოდით. კი, რასაკვირველია, იმიტომ რომ იცით, ჩვენი საქმე რა არის, ეს არის ამ შემთხვევაში ბავშვთა ინსტიტუციების ზედამხედველობა, როგორ სრულდება, როგორ იცავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს. ანუ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ვამოწმებთ. თუ საჩივარი არ შემოვიდა თქვენთან, თქვენი თუ საჩივარი არ შემოვიდა ჩვენი ინიციატივითაც, რა თქმა უნდა. აუცილებლად შევამოწმებთ. ეს ჩვენი საქმეა.
ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ბავშვია. მე გულისხმობ სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის საქართველოს მასშტაბით. აი ახლა თქვენმა სიუჟეტმა დაასწრო სპეციალურ ანგარიშს, რომელიც უკვე იბეჭდება. ეს არის სკოლამდელი საახდელო დაწესებულებების მონიტორინგი, რომელიც ჩაატარა სახალხო დამცველმა. მაისიდან დავიწყეთ ჩვენ ეს საქმიანობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო საბავშვო ბაღებზე ვლაპარაკობთ. სახელმწიფო საბავშვო ბაღების მონიტორინგი განახორციელა სახალხო დამცველმა. იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამას აკეთებენ, მაგრამ რახან დავასწარით, ბარემ ცოტა ამონარიდებს ხوار გვეტყვით ამ ანგარიშიდან, რა ვითარებაა და რა სურათია? სურათი არის, მინდა გითხრათ, არ მინდა რაღაც ძალიან უარყოფითი დაგტვირთოთ, მაგრამ ის რასაც ვამოწმებთ, უმეტეს შემთხვევაში არის სავსე ხარვეზებით. მაგალითად, ეხლა აქ იყო ლაპარაკი ამას, აი ესეთ სპეციალურ ენაზე, ქვია ბავშვის ფიზიკური ინფრასტრუქტურული გარემო. სად არის ბავშვი? სად არის? ეს არის შენობა, ეს არის ავეჯი. პირველ რიგში საწოლებზე ილაპარაკეთ, ხო თქვენ? აი რა შედეგი? ჭერზე, რომელიც ხო, ჭერზე სადაც წვიმს. საწოლები, როდესაც საწოლების რაოდენობა არის ნახევარი ბავშვების რაოდენობისა და მოცემულ ჯგუფში. როდესაც მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით და რაიონებში ზოგადად, მაგრამ მაინც უფრო აი შორეულ რეგიონებში, თქვათ მთიან აჭარაში, სადაც აქ ყველგან ვიყავით ჩვენ, მესტია, ყაზბეგი და ასე შემდეგ. სადაც აღზრდელებს წარმოდგენა არ აქვთ იმის შესახებ, მაგალითად, რომ არსებობს ბავშვის ძალადობისგან დაცვის რეფერალი. ეს არის სპეციალური ბრძანება, 3 მინისტრის გამოცემული, ამეთი ჩვენ ხელმძღვანელობ და ეს ძალიან ისეთი ქმედითი. არა, ეს არა, ძალადობა ყველგან არის, მაგრამ იცით რა არის? ამის შესახებ ზოგადად ძალადობის ფაქტის, ფენომენის იდენტიფიცირებაც კი არის რთული, ძალიან ხშირად ძალადობის გამოვლენის უნარი შეიძლება აღზრდელს არ კონდეს. ეხლა თქვენი სამუშაოს, ესე ვთქვათ, შეკრული ვერსია ჯერ არ წარგიდგენია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომ რეაგირება უნდა წარვადგინოთ, მაგრამ იცით რა, სანამ ამას წარვადგენთ, ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი მექანიზმი. ეს არის რეკომენდაცია, ხა ჩვენი საქმე არის ვნახოთ, მივიდეთ, ვნახოთ, დავწეროთ კვალიფიციური შეფასება, ანალიზი გავაკეთოთ ამის. იანვარია უკვე იმდენი დრო გადის, ეს ხო და ამას გეუბნებით, ჩვენ პერიოდულად, როდესაც რაღაცა გამორჩეული დარღვევა, თქო და არ აქვს მნიშვნელობა გამორჩეული არ გამორჩეული, და როდესაც არის დარღვევა, ჩვენ ვადგენთ ოქმს და ამ ოქმიდან გამომდინარე ვიწყებთ ურთიერთობას იმ უწყებასთან, რომელსაც ეკუთვნის იმ ხარვეზის გამოსწორება, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ლაგოდეხიდან დაარეკეს სოფელი ბოლოკიანი, ასეთების თქვენს თქვათ იმას ეხლა ბოსელი და ასე შემდეგ 2 კილომეტრი გზა დანგრეული. აი ახლა დაარეკეს სამტრედიდან ტუალეტი არ არის, ორ სოფელზე ერთი რაღაცა ბაღის მაგვარი. თქვენ ამბობთ, რომ იცოდით თქვათ ეს ამბავი ასე პრაქტიკულად რა შეიძლება, აი როგორ შეიძლება ამას პრაქტიკულად ჩვენს ხელს რაც არსებობს, ეს არის ის, რომ ჩვენ ვწერთ ან თუ შესაძლებელია და შესაძლებელია ნახეთ უკვე ხო დავდივართ და ვნახულობთ ამას ყველაფერს და შემდეგ ვიწყებთ ურთიერთობას შესაბამის უწყებასთან და არაუშუალოდ ეს შემდეგი ანუ რა მაშინვე ეს არის უსტრაფესი პირველ რიგში ეს მუნიციპალიტეტია იმიტომ რომ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ურთიერთობა ხან წერილობითია და ხან პირადი ხო და გარდა ამისა კიდევ აკეთებ და ეს არის არარენტაბელური და არარაციონალური ხარჯვა. ამაზეც ვწერთ. ჩვენ რა შეგვიძლია, როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეუძლია კიდევ გააკეთოს სახალხო დამცველს. ეს არის რეკომენდაცია. მოემატო და 4 იყოს თუ 5 რომ
პედაგოგებით ნორმალურ პირობებში რასაკვირველია. ეხლა იცით, თქვენი ლაპარაკეთ რაოდენობაზე, ბავშვების რაოდენობაზე, ხო? ბავშვების რაოდენობა უმეტეს შემთხვევაში განსაკუთრებით თბილისში არის ბევრად მეტი ჯგუფებში, ვიდრე უნდა იყოს. აი მაგალითად სკოლამდელებში, ხო, აი 4-5 წლის ბავშვებში უნდა იყოს აი ჯგუფში უნდა იყოს 25 მაქსიმუმი, ხო? არის 37. 40-დან მეტი. შეუძლებელია ასე მუშაობა, ხო? ძალიან არც თქვენ არ მოგწონთ ეს, არც ჩვენ არ მოგწონთ, მაგრამ ეს მოსაწონი ამაში ძალიან ცოტა რამ არის, იმიტომ რომ ერთადერთი, აიცით რა, ერთადერთი ხა ძალიან გადაჭარბებული იქნება, მაგრამ აი მართლა გულწრფელად და ემოციურად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი საბავშვო ბაღი, რომელიც მომეწონა და კიდევაც ხუმრობით ვთქვი, რომ აი ამას ევროკავშირში ეხლავე შევიყვანდით, ხო, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტს ყოველ შემთხვევაში. ეს არის ქედა, დაბა ქედას საბავშვო ბაღი. სადაც ყველაფერი არის წესრიგში. დაწყებული დირექტორიდან. კი, მაგრამ დირექტორს ყველაფერი არ შეუძლია ხალბატონო მარინა. კი, ომობენ, იბრძვიან, მაგრამ ნუ ასე ხდება, რომ ხანდახან არა, სისტემურად არა. სისტემური პრობლემაა, ეს ერთი ბაზის დირექტორის პრობლემებია. ძალიან ბევრი რამე არის, პირველ რიგში კარგი. რატო არ შეიძლება სხვა იყოს რა? ანუ იცით რა, უმეტესობა არ აკმაყოფილებს, იცით რა, სტანდარტზე ხანუ ვილაპარაკებთ, რომ სტანდარტი არ არის, არ არსებობს სტანდარტი. სტანდარტი უნდა შეიქმნას. უნდა შეიქმნას. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი მაგალითად არსებობს საქართველოში და აი ეს არის სკოლამდელების სტანდარტი არ არსებობს. უნდა ეს გაკეთდება და ასე შემდეგ. ეს არის ბაღების გაერთიანება, ეს არის მუნიციპალიტეტთან არსებული ერთეული, რომელიც განკარგავს, ცენტრალიზებულად განკარგავს ბაღების საქმიანობას. და განათლებას, სკოლამდელ განათლებას კურირებს განათლების სამინისტრო. აქაც სერიოზული პრობლემებია. ძალიან სერიოზული. ანუ კანონმდებლობიდან უნდა დაიწყოს თქვენ ამას ამბობთ, რომ რაღაცა სტანდარტი დაიდოს? არა, ასაკურელია უმჯობესია რომ არსებობდეს ეს სტანდარტი, მაგრამ ეს სტანდარტი ძალიან თუ დავაკვირდებით საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების და ასევე ჩვენ ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე სავსებით შესაძლებელია, რომ აი ამითი იხემძღვანელო და კონდეს კარგი მდგომარეობა, ხო? მაგრამ ეს მდგომარეობა ხო წელს არ შეიქმნა, ეს ბაღების პრობლემა. ეს დიდი ხნის ამბავია, ხო გეტყვით მე, იცით ალბათ მაგალითებს და თვალსაჩინოებას უფრო აი ხო ხედავთ რამხელა რეზონანსი გამოიწვია. მინდა გითხრათ, რომ ბავშვებს არა მარტო მაგიდაზე თავს, არამედ ჩვენ ვნახეთ შემთხვევას, სადაც ხალიჩებზე ეფეხით რო დადიხარ. აი ამ ხალიჩებზე აწვენენ დასაძინებლად. და აი კიდე ლაპარაკი იყო იმაზე, ხო, სამაგე ხო გარდა ამისა ცხეთას რო არ ქონია. ცხეთაში ნამყოფი საბავშვო ბაღი არა აქვს, ცხეთაში ხალიჩის 12 ბანჩა არა. დასაძინებელი არა ამას ამბობ. არა, 12-იანაც უნდა გახსნილიყო ბაღი, მივიდნენ, არა, ბაღი არ არის და კარგად ვიყავით. აი ესევე ომში უნდა გახსნილიყო სექტემბერში, არა, ოქტომბერში უნდა გახსნილიყო ბაღი და დეკემბერში გაიხსნა. ეს არის ერთადერთი არა მცხეთის გახსნილი ბაღი ჩვენ არ გვინახავს. შეუძლებელია აჩიკო ყველა ბაღი ვნახოთ 1000 ბაღია. არ გაიხსნა. მშობელი ეკავს ბაღი არ გაიხსნა. გასაგებია. ეს და სტანდარტი რა სტანდარტი უნდა იყოს ლოგინური უნდა იყოს. ეს არის ჩვენთვის საფუძველი იმისთვის რომ საქმის წარმოება დავიწყოთ. ნუ ეკავს ადამიანი. ძალიან კარგი. მოკლედ ჩვენ ინფორმაციას მოვაგროვებთ. თუ ეს საქმეს გამოადგება და მე ეთერს ყოველთვის გაგიხსნით. ანუ მოდით აი რეაგირება ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? აქ არის მნიშვნელოვანი ის რომ შენობა ანუ ინფრასტრუქტურა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე მინახავს 20-იანი წლების წარმოგიდგენიათ 100 წელი გახდება ამას. 20-იანი წლების ავეჯი. შენობა, რომელიც 30-იან წლებში ლავრენტი ბერიას დროს აშენებული, შენობა, რომელსაც გადაენგრა კედელი, როდესაც ოთახში იყვნენ ბავშვები. ხო, მაგრამ პირველი არის საფუძველი და ინფრასტრუქტურა. ასე რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. გვინდა რომ ღირსეული თაობა აღიზარდოს, ეს ყველაფერი იწყება პირველი წლებიდან, ხო? აი, ქალბატონო ნანამ რაც თქვა, ამასაკში არის ითესება და ამასაკში იწყება ის ჩვევები, რომელიც მე მთელი ცხოვრება ვერ ამოძირყვა. სახალხო დამცველის აპარატი ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ რას ელის? ანუ სახალხო დამცველის აპარატი ელის იმას, რომ მისი რეკომენდაციები შესრულდება.
სულ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა გააკეთა პრეზენტაცია იმისა, თუ როგორ სრულდება, რა პროცენტით სრულდება სახელმწიფო უწყებების მიერ მისი რეკომენდაცია. მგონი არ არსებობს სფერო და უწყება საქართველოში, რომელსაც არ აქვს პრობლემები. ყველგან როცა პრობლემებია. კი, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ეტაპობრივად და მივიდეთ რაღაცა რაღაც მინდა გითხრათ. არსებობს კიდევ ასეთი რამ. აი ამ სკოლამდელი ახსნის ხელმისაწვდომობა. აი ერთ მაგალითს გეტყვით. ონში არის 64 სოფელი და არის ერთადერთი ბაღი. ისიც სოფელი ღარი, რომელიც ონს გაზდევს, პირდაპირ აგრძელებს ონს. ონში არის. ასე რომ ეს ხელმისაწვდომობაც აი არის სოფლები განსაკუთრებით მთაში. ჯერ მისვლა არ გიდა, ესეთი გზებია ეს. თუ ესეთი ბაღი უნდა იყოს, ესეც გულისხმობს, ეს მისვლა და გზაც გულისხმობს ხელმისაწვდომობას. ან ხელმისაწვდომობის ხარისხს. ინტერესებს. რამოდენიმეჯერ იყო ჩემ პრაქტიკაშიც, ჩავსულ ვარ თეატრიდან გავსულ ვარ რაიონში, ასე ვთქვათ, რაღაცა წარმოდგენა გვითამაშია თუ რაღაცა ყოფილა, იქ მუნიციპალიტეტს იმისთანა გადაუშვია ხელგაშლილობას გულისხმობდა დიდი ბანკეტი, რა ძალიან კარგია, მივესალმები, დიდი მადლობა, მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია ეგეც უნდა იყოს, კაცო. თუ ასეთი სიტუაცია არ მინდა ქათამი, არ მინდა გოჭი, არ მინდა არაფერი, ბავშვებს მივხედოთ. არავის არაფერი არ მინდა ამდენ კაცი. კიდევ ერთი რამ უნდა გითხრათ არჩილ. როდესაც არის საშუალება აქვს საკრებულოს იმის შესაძლებლობა რომ დაამტკიცოს რაღაც გარკვეული ბიუჯეტი მუნიციპალიტეტს აქვს ფული, ან გამგეობას აქვს ფული და შეუძლია ეს ფული დახარჯოს აი ამ მიზნით, ხო. არც თუ ისე რაც არის შემთხვევები, როცა არარაციონალურად იხარჯება ეს ფული. მაგალითად, როდესაც სარემონტო სამუშაოებია გასაკეთებელი, ხო, აი ერთ-ერთ კახეთში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ახლად, აი სრულიად როგორ გითხრათ, სულ გუშინ რო დამთავრდა, ქვია რო დამთავრდა სარემონტო სამუშაოები, ნახეთ ეს საბავშვო ბაღი უკვე დეფექტებით და უკვე უხარისხოთ იყო გაკეთებული. როცა იყო გზა გადაკეტილი, ხალხი შეუსახლებიათ ბაღში. დროებით და უკვე რომ მივეძოს დაშლილი იყო ყველაფერი. ხონიდანაც დარეკეს რომ და 18 ბაღია და არც ერთი არ აკმაყოფილებს და საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წერილები ახლა თქვენთვის. ჩვენ აუცილებლად ამ ყველაფერს თქვენ მოხსნით. ძალიან კარგი. თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამუშაოს სამმართველობით, იმიტომ რომ უამრავი ბაღია. სიტუაცია, ნუ აი როგორც აღწერეთ, ახლა ძალიანაც ნუ დავმძიმდებით, მაგრამ ასეა. რეალობა ეს არის, ხო? უკეთესია რომ ლაშას უნდა მე ვთვლი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესე ფუნქცია აქ უნდა შეასრულონ რეგიონის ჟურნალისტებმაც. ანუ მათი პროფესიონალიზმის დონე და ჩახერგულობა ამ საქმეში უნდა გაიზარდოს. ბიუჯეტის ყველა მუხლი უნდა იცოდნენ და ანუ ის კითხვები რომ რამდენად რაციონალურად იხარჯება ეს ბიუჯეტი და თუ შეიძლება გადათამაშება, იმიტომ რომ ახლა თბილისიდან ჟურნალისტი ყველა რეგიონში ვერ მოხდება, ხო? აი მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება მაკონტროლების როლი რომ შეასრულოს. ხშირად როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვების უფლებებზე, აი ყურში ძალიან ბევრი რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის სახელი გამიგონია, რომელიც მუშაობს ბავშვების უფლებებზე. ჩვენმა ჟურნალისტმა რუსლან გიორგაძემ თუ არ ვცდები 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიმართა და გავიგოთ რა ფუნქციას ხედავენ ისინი, რა ფუნქცია აკისრიათ მათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ეს შემთხვევაში სკოლამდელი განათლების დაწესებულება ეს აღიქმება როგორც ბავშვის კვების და მოვლის დაწესებულება, რაც არასწორი არის, იმიტომ რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვის 80, ასე ვთქვათ, ტვინის 80% ვითარდება ამ ასაკამდე. რასაკვირველია სკოლამდელი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ის გაცილებით მეტ ფინანსებს და ფინანსებას მოითხოვს, თუმცა არსებული ფინანსების პირობებში, ოღონდ ბევრად უკეთესი მართვის, მენეჯმენტის, ხარისხის კონტროლის პირობებში შესაძლებელი არის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეთ ბავშვებს, აღმზრდელებს იმ დაწესებულებებში, ვიდრე დღეს რეალურად არსებობს. ხშირად შემოდის ხოლმე ბუნებრივია წერილობითი მომართვებით, რაღაცა გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, თუ ეს არის მხოლოდ კონსულტაციას თხოვულობენ და აინტერესებს და უშუალოდ სად მიმართოს, ან სად მიიყვანოს ბავშვი რაღაც შემთხვევაში, ბუნებრივია ჩვენს ხელთ და თუნდაც ჩვენი კოლეგების ხელთ არსებულ ინფორმაციას ჩვენ დიდი სიამოვნებით ვაწვდით, თუ კი არის კონკრეტული უფლება და დარღვევის ფაქტზე საუბარი, ყოველთვის ვცდილობთ რომ გავარკვეთ საქმის არსში. ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა პრიორიტეტი
სკოლამდელი დაწესებულებები, ეგრეთ წოდებული ბავშვთა ბაღები. არც სახელმწიფოს მხრიდან, არც სამოქალაქო სექტორის მხრიდან სამწუხაროდ, ზოგადად არასამთავრობო სექტორიც მუშაობს პრიორიტეტების მიხედვით და ვერანს ვერ დაავალდებულებს, ესე რომ ვთქვათ, მოახდინოს მონიტორინგი ამა თუ იმ დაწესებულებაში, თუმცა აქ არსებობს ერთადერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ ვალდებულებაც არის, აწარმოოს მონიტორინგი ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც არის სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში. ჩვენი ორგანიზაცია ამაზე გამოთქვამს სურვილს და 2015 წელს არის ეს ჩვენი პრიორიტეტი, რომ შევიდეთ სამსახურულ დაწესებულებაში, თუმცა ამას სჭირდება დელეგირება. ადამიანი, რომელიც არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, მას არ აქვს უფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კარში შევიდეს. ამის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო დამცველს. ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე შეიძლება ვერ იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიძლება მისი დაფარვის არეალში დაგვრჩეს რაღაცა თეთრი ლაქები და იმ კონკრეტულ რეგიონში სულაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ან არის და რაღაცა სხვა სერვისის მიწოდებით, ან რაღაცა სხვა საკითხით არის დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცნაირად გადაბრალება არასამთავრობო სექტორზე ასეთი პრობლემების არ არის სწორი. ამაზე პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავებული. წლების განმავლობაში ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ძალიან მუშაობდით სტანდარტების განვითარების საკითხებზე, ასევე პროგრამების განვითარების საკითხებზე, რომელიც აღმზრდელს ეუბნება თუ დღის განმავლობაში როგორ უნდა იმუშაოს მან ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გარემო რო იყოს და ბავშვი მოამზადოს უკეთ სკოლისათვის. მაგრამ სავალალო არის და ეს უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტანდარტები, რადგანაც მათ არ აქვს სავალდებულო ხასიათი დეცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, სისტემის პირობებში, პრაქტიკულად მიღებული და დანერგილი არ არის. ქვეყანაში სისტემის განვითარებას და მის რეფორმას სჭირდება პირველ რიგში კანონის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური ხედვა ქვეყანაში, რაიმე სტრატეგიული დოკუმენტის სახით, რომელიც ეხლა პრაქტიკულად იწერება. ჩვენ კანონზე მუშაობა პარლამენტთან დავიწყეთ პარლამენტის თხოვნით. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად გააზრებული აქვთ სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის მნიშვნელობა და ესეც შედეგია იმისა, რომ საქართველოში ჩატარდა ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევა. და კვლევებმა აჩვენეს, რომ ყველა ის ბავშვი პირველ კლასში, რომელსაც განვლილი აქვს ერთწლიანი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, გაცილებით ბევრად უკეთესად სწავლობს, საბავშვო სწავლობს სკოლაში და აქვთ ძალიან კარგად განვითარებული სოციალური უნარჩვევები. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სკოლამდელი განათლება არის ხარისხიანი სკოლამდელი განათლება და პირობები არის საწინდარი შემდეგ ყველანაირი წარმატების აკადემიური თუ ფსიქოლოგიური მინიმუმი. არა. ძალიან სამწუხაროა, ახლა უსმენდი გისმენდით და ახლა ძალიან სამწუხაროა, რომ ლაპარაკი არის პირველად პრობლემებზე, არა და 21 საუკუნეში უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ რომელ ზღაპარს უნდა უკითხავდნენ, როგორ ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდნენ. ანუ ლაპარაკი არის, რომ ამ ასაკში შეიძლება ძალიან ბევრი ჩვევის, ქცევის ჩამოყალიბება, კულტურის ჩამოყალიბება ისე, რომ ეს არის მაღალი მატერიები, ხა როგორც აღმოჩნდა თუ ლაპარაკია შენობაზე, ავეჯზე, ჭერის გაკეთებაზე, ეს არის და ძალიან სამწუხაროა, რომ დანარჩენი ყველაფერი რჩება უკვე ამ პრობლემის მიღმა. დანარჩენი ის, რაც ჯანმრთელი თაობის ემოციურად და სამედიცინო თვალსაზრისით ჯანმრთელი თაობის აღზრდისთვის არის აუცილებელი. ეს რჩება გვერდზე. კატასტროფაა. მინდა რომ კარგ ნოტზე მაინც რაღაც თქვა. როგორ უნდა დაამთავროთ? აი როგორ და სასწავლო სააღრდელო ასე ვთქვათ, მასალა ძალიან ხშირად არ აქვთ. ეს არის სახატავი საშუალებები, ვთქვათ, სხვადასხვა, მოკლედ ვეღარ დავაკონკრეტებთ, დროს დავკარგავთ. ძალიან ხშირად არ აქვთ. განსაკუთრებით რეგიონებში, სულ რეგიონებზე, იმიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ იქ ხო და აი მინდა გითხრათ, აღზრდელები მიუხედავად იმისა, რომ მათი მხოლოდ ვთქვათ 10%-ია ინფორმირებული იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რაც მათ უნდა გამოიყენონ სკოლამდელი აღზრდის და განათლების თვალსაზრისით. არაჩვეულებრივად კრეატიულები არიან, იცით? როდესაც მათ არ აქვთ ეს მასალა, ძალიან თქვენ ძალიან ხმოვანს. კედლები არ არის ბაღებში. ეს პირველ რიგში გასაკეთებელია, რა თქმა უნდა.
სახელმწიფო მოხელეებისთვის სავალდებულო რომ იყოს, რომ მათ თავისი შვილები ატარონ საჯარო ბაღში, მე მგონი ყველა დაინახავდა ძალიან ნათლად ამ პრობლემას. ეს იდეა ძალიან მომეწონა, მაგრამ ძალიან კარგად მოგვარდებოდა ყველა პრობლემა. ვიწევს აი ესეთი სახით მიწოდება. მათ აქვთ არჩევანის ისეთივე თავისუფლება, როგორც ყველა სხვა. ჩვენ მოგართვით აბსოლუტურად ყველაფერს თუ შეძლებთ აღებას. არჩევანის საშუალება და იძულებული რომ სახელმწიფო ბაღში ატაროს, ასე რომ არჩევანზე ცოტა. და კიდევ თქვენ თქვით თიკა, მე მგონი რომ კერძო ბაღებში სადაც ფულს იხდიან, იქ უფრო მეტად არის სერვისი, უფრო ხო მეტი მოთხოვნაა და მეტი მიწოდებაა სერვისის, მაგრამ მინდა ყველამ გავიხსენოთ ერთი რამ, რომ სახელმწიფო ბაღში იხარჯება ასევე ჩვენი ფული. უბრალოდ ის ფული ერთ საფულეში დებს, მეტი არაფერი. და არც თუ მცირე. მინიმალური პირობები, რომელიც ჩვენ ბავშვებს ვისთვის აუცილებელია. ჩვენ მზად ვართ რომ ვიტვირთოთ, ასე ვთქვათ, მედიატორის ფუნქცია ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით და რაღაც განსაკუთრებულად გულთან ახლოს მე გვაქვს ბავშვთა პრობლემები და არა მხოლოდ ბავშვთა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით. ჩათვალეთ რომ ოდნავ შეაღეთ ამ პრობლემის კარი. იმედი გვაქვს. ლაშას, დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა. ინსპირაცია მოგცა, ასე ვთქვათ. ციხრითაც შევაგრებთ საჭირო იქნება. უხეშად ჟღერს, მაგრამ მაგრამ ბრაზიანი პოზიტივი. აი მარინა თუ გაბრაზდა. შევისვენოთ ხოლმე რამდენიმე წუთით და დავბრუნდებით.